დღეს 9 მარტი გახლავთ. ჩვენი ადრე დათესილი ბიოპრეპარატები უკვე ნაწილობრივ გაიზარდა. ასე რომ შეგვიძლია დავხედოთ. ეს არის გლიოკოლადინისაგან მიღებული პრეპარატი. შეხედეთ. ხედავთ, ტრიხოდერმა უკვე იზრდება საკმაოდ კარგი ტემპით. ეს არის ტრიხოდერმა ჰარციანუმი. აი თუ დააკვირდებით, ოდნავ შეყვითლებული არის გელი, სულ ოდნავ. ეს ტრიხოდერმა ჰარციანუმის დამახასიათებელი გახლავთ. ხლა მე მას თავი მოვხადე და დავახურე ისე, რომ არსად არ შევხებივარ შიდა ზედაპირებს. ეს ტრიხოდერმა პირველია გლიოკოლადინისაგან მიღებული და ვიმეორებ იმ პრეპარატს, როგორც ასეთი ჰქონდა ვადაგასული. აქ ახლა პრაქტიკულად სუფთა კულტურა იზრდება, სიმართლე გითხრათ, მე უფრო ვფიქრობდი, რომ აჯაფსანდალი გამოვიდოდა სხვადასხვა მიკროორგანიზმებისაგან, მაგრამ არა, ჯერჯერობით ყველანაირად გავს სუფთა კულტურას. ნუ ჯერ ზრდა უნდა გავაგრძელოთ კიდევ რამდენიმე დღე. ეხლა ვნახოთ მეორე ტრიხოდერმა ვერიდე. აი, შეხედეთ. ესეც საკმაოდ გაზრდილია. ერთ ადგილას ეს მწვანე, რომ არის იქ სპორები წარმოქონაც აქვს დაწყებული. ასე რომ ტრიხოდერმა ვერიდეშიდაც ეს მართალია იყო შეიძლება ითქვას ვადიანი და მასში არის ცოცხალის აწესი, ანუ მართლაც არის პრეპარატი. ეხლა აქ საინტერესო რამ მინდა გიამბოთ, პრინციპში ესენი რუსული წარმოების პრეპარატები არის გლიოკოლადინისა და ტრიხოდერმა ვერიდეც. და არის ხოლმე ესეთი სიტუაცია, რომ ნუ თქვათ, მოყვარულ ბლოგერებს გაუმრავლებიათ ესა და მიუღიათ სუფთა კულტურები მათგან. ესეც პრინციპში კულტურა საკმაოდ სუფთა გახლავთ. ნუ საკმაოდ სუფთა კი არა, სუფთა კულტურა არის, ჯერჯერობით იქ რაიმე სხვა არ ჩანს, რომ იზრდება. ხუდა ამ დროს საკმაოდ ცნობილი ბლოგერი, ხლა არ მინდა კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს, გვარს არ დავასახელებ. კაცი უნივერსიტეტის პროფესორია და იმის გამო, რომ საკუთარ ბიოპრეპარატებს, რომლებზედაც მე ვერ ვიტყვი, რომ ცუდია, ცუდი ნამდვილად არ არის, ის საკუთარი ბიოპრეპარატები. აი ამ კონკურენტების ბიოპრეპარატებს თავის ერთ-ერთ ვიდეოში ვანძღავს და ამბობს, რომ აი ამ ტრიხოდერმა ვერიდესაგან საერთოდ არაფერი არ გაიზარდა და მარტო შაქრის ფხვნილია, აქედან გაიზარდა აჯაფსანდალი. ნუ რა გითხრათ, ახლა შეიძლება კონკრეტული ეგზემპლარი ცუდი შეხვდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამდენიმე სხვადასხვა ბლოგერი, აგერ ჩემი ჩათვლით, ვადასტურებთ, რომ იმ ტრიხოდერმებიდან სუფთა კულტურა იზრდება. და სხვათა შორის აქ მე მგონი, რომ გადათესვა არც დამჭირდება კულტურის გასაწმენდად. ეხლა ეს არის ბოვერია ბასიანა, ბიოვაგროს გამოშვებული. შეხედეთ, თუ ხედავთ, ძალიან პატარა თეთრი წერტილები, აი ბოვერიას კოლონიები ასეთი თეთრი გახლავთ. ეხლა ისევ დავახურავ თავს. ტიპიური დამახასიათებელი ზრდა და აქაც არაფერი არ იზრდება ჯერჯერობით, ანუ საკმაოდ სუფთაა ეს კულტურაც. ასე რომ ბიოაგროს ეს პრეპარატი, ეს ქართული კომპანია, ნუ მინდა უთხრა მადლობა და ყოჩაღო, რომ აი ესეთნაირად კარგად სუფთა კულტურა იზრდება. ეს მეტარიზიუმი გახლავთ. აქ ჯერჯერობით არანაირი ზრდა არ ჩანს.
მაგრამ ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მეტარიზიუმი საერთოდ უფრო ნელა იზრდება, ბევრად უფრო ნელა ვიდრე ბოვერია. ტრიხოდერმას ყველაზე უფრო სწრაფი და აგრესიული იზრდა აქვს, ბოვერიას შედარებით ნაკლებად და მეტარიზიუმი კიდევ უფრო ნელა იზრდება, ასე რომ მეტარიზიუმს გარკვეული დროის შემდეგ ვნახავთ. სიმართლე გითხრათ, დღეს არც ველოდი რომ ამ მეტარიზიუმზე რამე გაიზრდებოდა, ის რომ არაფერი არ არის გაზრდილი, ეს ნიშნავს, რომ სტერილობა ჩვენ შემთხვევაში დაცულია. ეხლა ასეთი რამ, ამით ჩვენ დავადგინეთ, რომ შესაძლებელი არის ბიოპრეპარატი და სუფთა კულტურის გამოყოფა, მაგრამ არანაირად არ ვიცით რა ტიტრია, ანუ რა რაოდენობაა, კონცენტრაცია მიკროორგანიზმების თითოეულ ამ პრეპარატში. შეიძლება ვთქვათ, ძალიანაც კარგი პრეპარატი მივიღოთ აქედან, მაგრამ როდესაც დიდი რაოდენობით გავამრავლებთ ან პერლოვკაზე, ან რაიმე სხვა, ასე ვთქვათ, საკვებარეზე, ვთქვათ, შეიძლება კარტოფილის ნახარზე გავამრავლოთ. და კიდევ ბევრი სხვადასხვა არე არსებობს აი ამ ტრიხოდერმა იქნება ბოვერია თუ მეტარიზიუმისათვის, ბევრი სხვადასხვა არე არსებობს გასამრავლებელი. იქ შეიძლება გამრავლდეს სულ სხვა მიკროორგანიზმი, იმის გამო რომ ან არ იყო კარგად გასტერილებული, ან საიდანღაც ჰაერიდან მოფრინდა, იმიტომ რომ დიდ რაოდენობაზე ასე სტერილურ პირობებს ვერ დავიცავთ, როგორც პეტრის ფინჯნების და აგარის გლის შემთხვევაში. ამიტომ დიდ მნიშვნელობას იძენს, რომ ჯერ მივიღოთ სუფთა კულტურა, ამ სუფთა კულტურაში საკმაოდ მაღალი ტიტრი იქნება აი ამ მიკროორგანიზმებისა და სუფთა კულტურა გავამრავლოთ მერე ჩვენ თვითონ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, იმიტომ რომ უკვე გარანტირებული ვიქნებით, რომ იმ სუფთა კულტურას უკვე ვეღარაფერი ვეღარ მოერევა და სხვა რამე არ გაიზრდება მის მაგივრად. ტრიხოდერმა განსაკუთრებით ადვილი გასაზრდელია, იმიტომ რომ სწრაფად მზარდი და ძალიან აგრესიული სოკო გახლავთ, ხოლო ბოვერია და მეტარიზიუმი განსაკუთრებით არც ისე. ამ დროს ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ბიოპრეპარატია, უпроსორად ბიოინსექტიციდი, მწერების აწინააღმდეგო პრეპარატი გახლავთ. ბოვერიას და მეტარიზიუმიც. ასე რომ ექსპერიმენტი გრძელდება, ეს ჩემთვის ექსპერიმენტი სულაც არ არის, მე თვითონ ვაპირებ, რომ ეს კულტურა, რასაც მივიღებ, შემდეგ გავამრავლო უფრო დიდი მასშტაბით და გამოვიყენო პირდაპირ ჩემს ბაღში. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.